ქალბატონო ციცინო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენს იესონისფერ პლანეტაზე მოხვედით და ჩვენი პლანეტელი გახდით. და მე მინდა რამინის დახმარებით თქვენ გადმოგცეთ ის ღიმილი, თქვენ დღეს ხართ ზუსტად მიასე ღიმილი, რომელი ღიმილიც ამ დღეების განმავლობაში ჩვენ შევაგროვეთ. ეს ნამდვილად სიმბოლურია, რადგანაც ეს ორცხობილები შეიძინა თქვენმა პატარა კოლეგამ გიორგი ქენქაძემ, რომლის მოთხრობებს როცა ვკითხულობთ, ვერაფრით ვერ დავიჯერებთ, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია და მეოთხე კლასშია. და თქვენ აუცილებლად მოგვიწევთ მისი მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე და თავად ნახავთ, თუ რატომ იყო მაინდა-მაინც დღევანდელ დღეს თქვენთვის მისი შეძენილი ორცხობილების გადმოცემა სიმბოლური. ის თქვენი პატარა კოლეგაა. ჩვენი აქცია გრძელდება. აქციას შემოუერთდა ახალ შანსელი გიორგი ქენქაძე თავის დედიკოსთან ერთად. მათ შეიძინეს 15 ცალი ორცხობილა, გამოგვიგზავნეს ვიდეო და ეხლა ჩვენი თეატრის მსახიობები დაარიგებენ ამ ორცხობილებს, შემოგვიერთდით, გავაკეთოთ სიკეთე, რაც მთავარია გავიღიმოთ და გავუღიმოთ სხვას. დღეს გიორგის შემოერთებულ აქციაში ორცხობილებთან ერთად ესეთი ლამაზი საყვარელი სმაილები რიგდება. რამინ, როგორი გრძნობა გაქვს ხოლმე, რო გადიხარ და რაღაცა ასეთ კარგს აკეთებ? აი, ყოველთვის როდესაც სიკეთეს აკეთებ, კარგი ცნობა გაქვს. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ადამიანებს გულს უხარებ და ყველა ერთმანეთს გაუღიმოთ. გაიღიმეთ და გაუღიმეთ სხვას. ძალიან კარგი. და სხვათა შორის წავიდეთ ახლა, გავიდეთ, დავარიგოთ ეს ორცხობილები. და რამინ, მინდა გითხრა, რომ ზუსტად გიორგი ქენქაძის დაწერილ მოთხრობაზე დგამთ თქვენ ახლა კინოპიესას ანბანზე. და მერე გიორგიც შემოგვიერთდება, მადლობა გიორგის, მადლობა ქალბატონ ნათიას იმისთვის, რომ აი ამ აქციაში გაერთიანდნენ. დანარჩენი კი თავად მოусმინოთ მათ. მე ვარ გიორგი ქენქაძე. მიყვარს სიკეთის კეთება და სულ ვცდილობ ვაკეთო სიკეთე და შევუერთდე მიმდინარე აქციებს. ახლაც ვუერთდები ჩემს თანატოლებს და ვერთვები აქციაში. გაიღიმე და გაუღიმე. უფრო მეტი პოზიტივისთვის შემოგთავაზებთ ჩემს ლექსს. რა სიცოცხლე. და ვფიქრდები და რა სიცოცხლე. ან დაბადება, ან დასიკოდილი. თუ კი სამშობლო სიყვარულისთვის არ გიძგერს მკერდში ექშენი გული, მე ჩემი ქვეყნის ბედიმახელებს მსურს დავიფერფლო მის სიყვარულში. პატრიოტული სულსკვეთება გამჯდარი არის სურსა და გულში. სამშობლოსათვის, ჩემი ქვეყნისთვის, მეც ჩემი წვლილი მსურს შევიტანო. ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, ჩემი კვალი რომ აქ არ დავტოვო. მე გიორგის დედიკო ვარ, ნათია ქენქაძე. ყველაზე მთავარი ხომ თაობების ერთობაა. ხო და მეც უერთები ჩემი შვილის თაობის წამოწყებას. შევიძინე ორცხობილები, რომელსაც პატარა მსახიობები დაარიგებენ. იმედია ეს აქცია რეგიონებსაც მოედება და როდესაც ჩამოხვალთ აქ, მეც თქვენთან ერთად დავარიგებ. ღიმილს და პოზიტივს გავავრცელებ, რომელიც დღეს ძალიან გვჭირდება. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით ადამიანებო. სიკეთე გადამდებია. ეს ორცხობილა ჩვენგან და გაუღიმეთ და გაიღიმეთ და გაუღიმეთ სხვას. აი ეს ორცხობილა ჩვენგან და გაუღიმეთ და გაიღიმეთ. მადლობა, გაიხარეთ იცოცხლე. გაგვიღიმეთ. გავავრცელოთ ღიმილი და პოზიტივი. გაიხარეთ, მადლობა. მეგობრებო, ჩვენი აქცია გაიღიმე და გაუღიმე სხვას გრძელდება და გამოვედით გარეთ იმისთვის, რომ გავავრცელოთ მეტი სიყვარული, ღიმილი, სითბო და ჩვენი გემრიელი ორცხობილები დავურიგოთ სხვებს. ბაკო, მზად ხარ, რომ გავაბედნიეროთ ხალხი და გავაღიმოთ? ძალიან კარგი. წავედით. იესონისფერ პლანეტის სახელით გვაქვს ესეთი აქცია გაიღიმე და გაუღიმე. აი ეს ორცხობილა თქვენ და გაგვიხარდება თუ გავავრცელოთ მეტ ღიმილს. დიდი მადლობა.
პატარა ოცხობილა დააგემოვნე და გაიღიმე და გაუღიმე სხვა გამომწვევი პოზიტივი აუცილებლად ისედაც დაცებულია სიტუაცია და აღარ მინდა ეს ამდენი ნეგატივი ჩვენ მინდა რომ პოზიტივი აუცილებლად და სიყვარული ვაჭრობთ მადლობა და აი გამიტოვეთ ეს პატარა სიმბოლიკა რასაკვირველია და ძალიან დიდი მადლობა მიესალმები მაგის აქციაში ჩართვას აუცილებლად სიამოვნებაა ძალიან დიდი მადლობა შეგვიძლია მაქსიმის კაბა ერთმანეთს ჭირდებით აუცილებლად დაეხმაროთ თუ კი რამე შეგიძლია საქართველოს ჩვენია